ადგილობრივი კადრების დასაქმების უკეთესი პერსპექტივისა და უკანონო მიგრაციისა და არალეგალური დასაქმების პრევენციის მიზნით 1 მარტიდან შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები ძალაში შედის. საკანონმდებლო სიახლეები დღეს ბიზნესისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და ჯანდაცვის სამინისტრომ გააცნო. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი აღსრულების მექანიზმები და კვოტირების საკითხები იყო. აღინიშნა, რომ მიგრაციის საკითხები გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რათა აღმოფხვრილ იქნას უკანონო მიგრაცია და ფინანსური რესურსის ქვეყნიდან გადინება შემცირდეს. საკმაოდ დატვირთული იყო შეხვედრა. ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოიწვა. ჩემთვის პირადად რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ეს გახლავთ, რომ ჩვენ კარგად ავხსენით ის თუ რა არის ამ მთავარი ჩანაფიქრი და იდეა ამ რეფორმის მთავარი აზრი ის გახლავთ, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს სტიმულირებული ადგილობრივი ქართული კადრების წახალისება მოხდეს, რომ მათი დასაქმებისთვის უკეთესი პერსპექტივები იქმნებოდეს. ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ამოცანა. მეორეს მხრივ, კარგად გვესმის, რომ ამან არ უნდა დააზიანოს რაღაცა გაუმართლებელი შეზღუდვის ფორმა არ უნდა მიიღოს ბიზნესისთვის, რისთვისაც, რა თქმა უნდა, ეს დაგეგმილი რეფორმა არის აბსოლუტურად მომზადებული. რასაკვირველია, რომ პროცესს დავაკვირდებით და სწორედ ამ პათოსით, ამ შეთანხმებული გზით გავაგრძელებთ კომუნიკაციას ბიზნესთან და შესაბამისად რეფორმის ამგვარად წარმართვას. 1 მარტიდან უკვე განაცხადების მიღების პროცესი ოფიციალურად იწყება, რომელიც არის სრულად ელექტრონული, შესაბამისად ნებისმიერ პირობითად მაგალითად დამსაქმებელს, რომელსაც სურს საკუთარ კომპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში კანონმდებლობის შესაბამისად მიდის თავის საკუთარ ვაკანსიას, რომელზეც პოტენციურად უცხო ქვეყნის მოქალაქე ყავს მოაზრებული, აქვეყნებს შრომის ბაზრის საინფორმაციო ელექტრონულ სისტემაში, WorkNet Coach-ზე 10 დღის განმავლობაში, რომლის პარალელურადაც დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო უკვე ეძებს მისთვის შესაბამის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ადგილობრივ კადრს, თუ ასეთის დაკმაყოფილება ვერ მხერხდება, უკვე აღნიშნულ დამსაქმებელს აქვს შესაძლებლობა, რომ უკვე მეორე ელექტრონულ პორტალს, რომელიც არის შრომით მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემა, Labor Migration Work Coach, უკვე შეუძლია ამ ელექტრონულ პორტალზე გააკეთოს უკვე კონკრეტულ უცხოელზე მოთხოვნა, გაიაროს შესაბამისი პროცედურები და უკვე მოიპოვოს ამ უცხოელისთვის სპეციალური ნებართვა და ჩამოიყვანოს და დაასაქმოს საკუთარ კომპანიაში. ჩვენ განწყობა დამსაქმებელს გვაქვს ძალიან პოზიტიური. რასაკვირველია, თუ ვერ მოვიძიებთ იმ კადრს, რომელიც ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში, ამისთვის კიდევ არსებობს სხვადასხვა მექანიზმები, გადამზადების მექანიზმები არსებობს და ადაპტაციის საწარმოებში, მაგრამ თუ ეს ვერ მოხდება, ცხადია ჩვენ მოვიზიდავთ სხვა ქვეყნებიდან. ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა ბიზნესსაც. კერძო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით არსებობს მიმართულებები, სადაც ადგილობრივი კადრების დეფიციტია. მათ შორის დასახელდა მშენებლობის, ენერგეტიკის, ავიაგადაზიდვებისა და საინჟინრო სფეროები, სექტორები, სადაც შესაძლოა დამატებითი ან საშეღავათო პირობების საჭიროება დადგეს. არის ორი ბლოკი კითხვების. პირველი ბლოკი უკავშირდებოდა ორმაგ ინტერპრეტაციებს ან იმ ტიპის, ასე ვთქვათ, გაღქმას და გაგებას, როდესაც განსხვავებულად ვხედავთ, ან ისეთი ტიპის ჩანაწერს, რომელსაც ჭირდება დაკორექტირება. ეს არის პირველი ბლოკი კითხვების. მეორე მიმართულება უკავშირდებოდა კონკრეტულ სექტორებს, რომელთა თავის სპეციფიური მოთხოვნები და პრობლემები და გამოწვევები აქვს. ცვლილებების მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონიერად დასაქმებისთვის მათ შორის დისტანციურად შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება დასჭირდება. ნებართვას კი დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გასცემს და მისი მიღება ფასიანია. შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციაზე და კონკრეტულ დამსაქმებელზე 1 წლის ვადით გაიცემა. თვითდასაქმების შემთხვევაში კი სამუშაო უფლება განისაზღვრება საქმიანობის კონკრეტული სფეროსა და მიმართულების მიხედვით. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სამუშაო ნებართვა არ გაიცემა გიდების, ტაქსისა და საკურიერო მომსახურებების გაწევაზე. აღნიშნული კანონმდებლობით ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ იმ სექტორებში, სადაც დეფიციტი არის, შრომითი რესურსიც, ჩვენ გვქონდეს სისტემურად შრომითი რესურსის შემოყვანის საშუალება სახელმწიფოს და სადაც ჭარბი არის მიწოდება, იქ დაცული ხავდეს შრომითი ბაზარი, ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი შრომითი რესურსს ჰქონდეს უპირატესობა, იმიტომ რომ იქ ზედმეტი კონკურენცია არ გჭირდება. და საბოლოო ჯამში მნიშვნელობა აქვს ასეთ სისტემურ მიდგომას, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად გვეცოდინება დეფიციტური მიმართულებები, შევეცდებით, რომ აღნიშნული მიმართულებებზე გადავამზადოთ საკუთარი შრომითი რესურსი.
უკვე განსაზღვრულია საშეღავათო პერიოდებიც 2027 წლის 1 იანვრამდე მათთვის, ვინც უკვე რეგისტრირებულია შრომითი მიგრაციის ელექტრონულ სისტემაში და დასაქმებულია ლეგალურად. მეორე საშეღავათო პერიოდი კი ვრცელდება 2026 წლის 1 მაისამდე და იმ თვითდასაქმებულ უცხოელებს შეეხება, ვინც უკვე ახორციელებს შრომით სამეწარმეო საქმიანობას საქართველოში. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს შრომითი მიგრაციის შესახებ კანონით განსაზღვრულ ნორმებს, ეს გამოიწვევს როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის მათ შორის დასაქმებული უცხოელის დაჯარიმებას.